სპორტკომპლექს არენას დარბაზში დასრულდა ღია საერთაშორისო ტურნირი კარატეში კავკასიის 2013. ქართველი კარატისტების გარდა ტურნირში ლიტვის, უკრაინის, საბერძნეთის, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის გუნდები გამოდიოდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გუნდური ტურნირის გამარჯვებული კი ლიტვის ნაკრები გახდა 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით. ტურნირის დასრულების შემდეგ ევროპის ფედერაციის წარმომადგენლებმა თბილისის სპორტის სასახლე დაათვალიერეს და სპორტის და ახალგაზრდობის საქმე და სამინისტროში ლევან კეფიანს შეხვდნენ. Არც უჭერთ ამ ტურნირს და ვიმედოვნეთ მომავალში ეს ტურნირი უფრო ფართო გახდება, მასშტაბიანი და ჩვენი ქვეყანა იქნება მასპინძელი ესეთი სახის ტურნირები. ჩვენ ვისაუბრეთ 2016 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. ვფიქრობ, თბილისი ამ ჩემპიონატის ჩატარების მხრივ ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. ლიტვა ქართულ მხარეს ყველანაირად მხარს დაუჭერს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებაში. ჩვენ ქვეყანას ანალოგიური ტურნირების ჩატარების საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს და მას სიამოვნებით გაგიზიარებთ.